მეგობრებო, ოცნებები რეალური ხდება, რადგან მე ჩავედი ჩემი ოცნების ქალაქში ფლორენცია. ახლა ჩვენ ვიმყოფებით მთელს აღმოსავლეთ სამყაროში და მთელს აი მსოფლიოში, ხო, გინახიათ ჰოლივუდის სადაც დიდების ხეივანია და ყველაზე მაგარი რეჟისორები, მსახიობები და გვარსკვლავებია გახსნილი. აი ეგერ ჩემს მარცხნივ არის ადამიანი, რომელმაც გაზარდა იოსებ სტალინი, ჰიტლერი, ნაპოლეონი, ადამიანი, რომელიც ითვლება პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთოდ პოლიტიკური ფილოსოფიის მამად. ჩემთვის ნიკოლო მაკიაველი არის ასოცირდება როგორც მიქელანჯელო იყო მაგალითად თავის საქმეში, როგორც იყო ლეონარდო და ვინჩი მხატვრობაში. ამ ადამიანმა ფაქტიურად მოუმზადა მომავალ სამყაროს, ანუ ჩვეულებრივად სამეცნიერო დისციპლინა, როგორც პოლიტიკა, მიზანი ამართლებს საშუალებას, უკეთესია დამარცხდა შენიანებთან ერთად, ვიდრე გაიმარჯვო უცხოებთან ერთად, რადგან არასდროს იქნება ის გამარჯვება ჭეშმარიტი, რომელსაც სხვისი იარაღით მოიპოვებ. ადამიანი მანამდეა კეთილი, სანამ გარემოება არ აიძულებს, რომ გახდეს ბოროტი. პრაქტიკულად ეხა ჩემს ირგვლივ, აი ვისაც თქვენ ხედავთ, ეს არიან ადამიანები, რომლებსაც მთელი დასავლური ცივილიზაცია, დასავლური სამყარო, აი რაზედაც შიგ ევროპელი რასაც ვერასდროს ვერ გაიგებს და მისთვის რაც არის უცხო თავიდან ბოლომდე, აგერ აი მინდა, აქეთ ჯოვანო ბუდაჯიო, აგერ არის პეტრარკა, აგერ არის გალილეი, ანუ ეს არის მთლიანად დიდების ხეივანი, ადამიანები, რომლებმაც შექმნეს საერთოდ აზროვნება, აი ჩვენ რასაც დღეს უწოდებთ ფილოსოფიას, რასაც ჩვენ უწოდებთ პოლიტიკურ მეცნიერებებს, სოციოლოგიას, ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, ამ ადამიანებმა ითამაშეს აგერ ფრანჩესკო პეტრარკა, ხო, მარტო ეს რადგეს, აგერ დანტე ალიგიერი, ღვთაებრივი კომედია. ნუ, აი ჩემი ემოციები ხარ, რო გითხრათ, ეხლა თქვენ ამ ვიდეოთი ბევრ დასკვნას კიდევ ვერ გამოიტანთ, იმიტომ რომ ეს თუ შენ რეალურად არ განიცადე, აი მინდა მოდი ახლოს მინდა მივიტანოთ ეხლა დანტე ალიგიერთან. ხო, დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედია ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ მე გირჩევთ რომ წაიკითხოთ დანტე ალიგიერის მონარქია. რომელიც არის ჩემი აზრით შედევრი თავიდან ბოლომდე, რომელიც უნდა თქვენ თუ ამ დისციპლინით აპირებთ განავითაროთ თქვენი უნარები, დახვეწოთ თქვენი შესაძლებლობები, მე გირჩევთ რომ ამ ადამიანის ლიტერატურას გაყვეთ. აი ხა უყურეთ, აგერ ამ ქუჩაზე, რომელიც ნუ ფლორენცია ხა სავსე არის თავისი კულტურული მნიშვნელობის ღონისძიებებითა და კულტურული მნიშვნელობის სხვადასხვა ძეგლებით. ამ ადგილას აი ეს მინდა მიუთითოთ, ეს მინდა ვანახოთ. პრაქტიკულად დაიწერა შუა საუკუნეებისა და რეფორმაციამდელი არსებული ისტორია თავიდან ბოლომდე. ეს გამოიხატებოდა მაგალითად ჩეზარე ბორგია, ლორენცო მედიჩი, ეს თელი ოჯახები, რომლებიც აქ მართავდნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პოლიტიკური ცხოვრებისა და პოლიტიკური დღესდღეობის განვითარებაში და შესაბამისად მთლიანად აი დღევანდელი პოლიტიკა რაზეც დგას, აი რეალ პოლიტიკა რასაც ვეძახით, რეალიზმი რაც არის, ლიბერასტებს რის ყველაზე მეტად ეშინიათ და აი მაგალითად ეხლა დღევანდელ სამყაროში ხა ბევრ ადამიანს იმას ვერ ვაჯერებ, რომ deep state რო არსებობს, ნუ deep state ხო და აი ეგ რო არსებობს ეხლა აი წარმოიდგინეთ აი პრაქტიკულად ამ ადამიანებმა შეუქმნეს ნიადაგი იმას რომ დღევანდელ სამყაროში ჩვენ ეს რეალობა მივიღოთ აგერ დონატელო ნუ ხა გეუბნებით ემოციურად ძალიან რთულია ამ ყველაფრის გადმოცემა ეხლა რო შენ წარმოიდგინე იმ ქუჩაზე და იმ ხეივანში გადიხარ სადაც დაიწერა დასავლური ევროპისა და მთლიანად ის ევროპა რომელიც ჩვენ გვინდა აი როგორი ევროპა გვინდა ჩვენ ეხლა ხო აგერ მიჭირავს მაკიაველის თავარი ეს წიგნი თუ წაკითხული არ გაქვს უბრალოდ აი პრეტენზია არ უნდა ქონდეს საერთოდ პოლიტიკურ ფილოსოფიაში რამე გესმის და მით უმეტეს ეს არის წიგნი რისიც ყველაზე მეტად ლიბერალებს 21 საუკუნეში ეშინიათ დღემდე დაუმარცხებელი რეალიზმის თეორია რომელიც დგას იმ ფუნდამენტზე რომ ადამიანი არის ბუნებრივად ეგოცენტრული ძალაუფლების მოყვარე არსება ნიკოლა პისანო აი ეს მინდა გადაიღო უდიდესი ადამიანი უდიდესი პიროვნება ლორენცო მაგნიფესო აგერ ერთ-ერთი წამყვანი ბანკირები და აი სილამაზე რა აი მთელი ისტორია რო თქვენ თვალწინ იშლება ეხა ეს არის სიგიჟე ჩვეულებრივი რა ჩვეულებრივი სიგიჟე აქ არის მიქელანჯელო გალილეი ისა რა ქვია რაფაელი ანუ ერთ საფლავში არიან ყველანი დაკრძალული ანუ პრაქტიკულად ფლორენცია იტევს მთელი ევროპული ისტორიის მთლიანად all-stars აი როგორც NBA-ში არის ხო იცით რაღაცა გამორჩეული დასავლეთ აღმოსავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეები ერთმანეთს რო ხდებიან ეს სიგიჟე ნუ ძალიან ხალხმრავალი ადგილია ბუნებრივად ტურისტული ზონა ეხა და აი მინდა ეს სილამაზეები განახოთ ეხა თქვენ და ნაკლებად გისაუბროთ აი მას შეხედე აი ეს ხო არის ხელოვნების ნიმუში ჩვეულებრივი ძალიან ცნობილი აგერ მიქელანჯელოს აი შეხედეთ უბრალოდ აი ეს
რომ არ ვიცი რანაირი სიტყვებით შეიძლება ადამიანმა გადმოსცეს შეაფასოს რამხელა კულტურული აღმაფრენადევს, რამხელა სკულპტურა არის. რამხელა შინაარს იტოვებს და ეს არის ფლორენციის მუზეუმი. ნუ სადაც გადაღება სავარაუდოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ექსკლუზიურია, მათთვის უნდა ჩამოხვიდე, უნდა ნახო. და მოდი ახლა ეს ცნობილი ადგილი ვანახოთ. ეციო აუდიტორე ხო გაქვთ? ნანახი, ნათამაშები. ფლორენციაში რომ მიმდინარეობს მოქმედებები ლორენცო დე მედიჩი. აი, ყველაფერი, აი ძალიან ცნობილი სერია, ხა ტრეილერიდან მინდა ვანახო ის კადრი, ზევიდა რომ ეციო რო ხტება აქედან. სასწაული არის ჩვეულებრივი რა და აღფრთოვანებული ვარ, აი რომში ვიყავი, ვატიკანში ნახეთ პირველი ვიდეო რო დაიდო, ეხლა მე აი ფლორენციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ანუ აბსოლუტურად ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, სხვა რეალიები დამხვდა, სხვა ემოციები დამხვდა და ანუ აქამდე ვიყავი ხოლმე ძალიან სკეპტიკურად განწყობილი, რომ აი ხა რა არის ძეგლი ნახე, ხო ადამიანმა რა ნახე, ანუ უბრალოდ სიტყვით ვერ გადმოგცემთ რამხელა ემოციები ამ ყველაფერში რა, ეს მინდა ძალიან ულამაზესი სკულპტურა. შეხედეთ უბრალოდ საოცრება არის. და ეხლა წარმოიდგინეთ იმ ადგილას რომ მოძრაობ, სადაც ის ადამიანები ოდღესაც არსებობდნენ რა და მე ყოველას გირჩევთ რომ ფლორენციას ადრე თუ განესტუმროთ, გირჩევთ რომ მოინახულოთ მაკიაველი, რომელიც არის თანამედროვე პოლიტიკური თეორიებისა და პოლიტიკური ფილოსოფიის მამა, რომელმაც შეადგინა დღემდე უძლებელი თეორია, რომელიც დამარცხება არც კონსტრუქცივისტებს, არც რა ქვია, გეი მილიტარისტებს, არც ჩიგევროპელებს, არც დიპსტროათერებს, არავის არ დაესიზმრებათ ამ ადამიანის დამარცხება. რადგანაც რეალობა არის ასეთი, ადამიანი არის ეგოცენტრული, ძალაუფლების მოყვარე, შენ გინდა არ გინდა უნდა მიიღო ეს ყველაფერი. ამიტომ ლიბერალებს რო გონია თავის საკუთარი სკოლით, რომ ადამიანი კეთილშობილი არსებაა, ომის შეცდომა, რაღაც ხო? მე ხო გეუნებოდით, რომ პროპაგანდისტული ვიდეო ევროპიდანაც წამოვა. და პროპაგანდას იმას კი არ ვეწევი, რა ეს პრორუსო რაღაც ის, ეს არის ნამდვილი ევროპა და ესეთ ევროპაში უნდა ვინტეგრირდეთ, მაგრამ სანამ ესეთ ევროპაში ჩვენ შევალთ, ჯერ შიგნიდან უნდა გამოიცვალოს ადამიანის ცნობიერება, ნებისმიერ ძეგლს აქედან როცა გაცოცხლდეს და ანახოთ თქვენ რუსთაველზე ადამიანები რას აკეთებდნენ, ხო? არც დონატელოს, არც გალილეის, არც მიქელანჯელოს არავის არ მოიწონება ეგ. შესაბამისად, შიგევროპელებო, თქვენ ევროპელები არ ხართ. ეს განსაკუთრებით მწარე დარტყმა იყო შიგევროპელებისთვის, რადგან პირდაპირ ევროპიდან როდესაც დისავ და აკრიტიკებ მათ, ეს განსაკუთრებულად უფრო მწარეა მათთვის, რადგან მათთვის ყველაზე წმინდა, ყველაზე ღირებული, ყველაზე დიდი ხატოვნება რაც არის, ეს არის ის ევროპა, რომლის გამოც რუსთაველზე ქუჩაში საკუთარ თავს აწუწინებენ პოლიციას. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეგობრებო, ეს არ არის ტყუილი. შენ სანამ შენი ცნობიერებით არ მოახდენ რეფორმაციას შენს გონებაში და შენი ღირებულებებით არ მოახდენ ასიმილაციას იმ კულტურაში, ანუ გინდა დრო შეაფრიალე. გინდა ჩემი გზა ევროპაში აიყვირე. გინდა პოლიციის კორდონში ასკდე. გინდა მთელი დედამიწა ერთ ადგილზე დაისვი, არაფერს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ასე რომ, შიგევროპელებო, თქვენ მართლა არ ხართ ევროპელები. თქვენ ხართ ბომჟები, რომლებისთვისაც კამჩატკაც კი ზედმეტია. არათუ ციმბირი. ჭეშმარიტი ევროპა არის იქ, სადაც არსებობს ღირებულებები და ფასეულობები. სანამ ეს შენში არ შემოვა, მაქამდე ვერაფერი ვერ იქნების ცხოვრებაში, ვერაფერი. ეს იყო ჩემი მესიჯი და რავი, მე გირჩევთ ფლორენციაში ჩამოხვიდეთ. ხა ვლოგერი მე არ ვარ დიდად, ხა მაინც პროპაგანდის მეძახიან და პოლიტიკაში მოსვლამი და რაც უნდათ ის იძახო. სიმართლე ერთია. წაიკითხეთ მაკიაველი და ის სიამოვნებით ცხოვრებით. დროებით.